მოგესალმებით, მოკლედ ეს არის პორტფოლიოს განხილვის მეოთხე ეპიზოდი, რომელიც სამწუხაროდ არის ბოლო ეპიზოდი და ამის მეტი არ გვექნება. ბოლო ეპიზოდის მასპინძლები არიან ნიკოლო ზერგემლიძე და სანდრო თავადკილაძე. ძალიან კაი ხალხი. დღეს განვიხილავთ რამდენი პორტფოლიო გვაქვს, დაახლოებით 6, ხო 6 პორტფოლიო გვაქვს და ანუ სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა ინტროში. დანარჩენს სანდრო და ნიკოლოზი იტყვიან თავის ანუ ინტროდიუს გააკეთებენ საკუთარ თავის, ანუ გაგაცნობენ რა საკეთებენ, როგორ აკეთებენ და მე უშუალოდ დაიწყებენ პორტფოლიოების განხილვას. მიდით ბიჭებო. სანდრიკ, მიდი უმცროსი ხარ გითხრა. მოკლედ, გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის დიზაინერი, სანდრო თავადკილაძე. სფეროში ვარ 2 წელია და ამ ორმა საყვარელმა ადამიანმა დამაწყებინა მომსაბიძი რომ დღეს ყოფილიყავი უფრო უკეთესი ვიდრე 2 წლის წინ. სულ ეს არის. ოკეი. სალამ მეგობრებო, მე ვარ ნიკოლო ზერგემლიძე. მუშაობ ამჟამად digital area-ში ციფრულ პროდუქტებზე, რა თქმა უნდა, ვარ interface და experience დიზაინერი. ამავდროულად მიყვარს საინტერესო ინტერაქციების კეთება და ხშირად ვაკეთებ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. ღრმა წარსულში თუ წავალთ, დავიწყე, ესე ვთქვათ, ჩემი პირველი ნაბიჯები იყო Livingstone-ში, ესე ვთქვათ, პირველად ჩემი ოფიციალური სამსახური იყო Livingstone-ი. და მოკლედ Livingstone-ის შემდეგ უკვე დავიწყე, ესე ვთქვათ, სამსახურების რაღაცა გამოცვლა, უცხოეთშიც ვიმუშავე. და საბოლოო ჯამში დაუბრუნდი, ესე ვთქვათ, მამულს და მოკლედ ხო, დღესდღეობით საქართველოში მუშაობ საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიაში, მოკლედ ესე ვთქვათ. კარგით, ეხლა მოკლედ გვაქვს რამოდენიმე პორტფოლიო. წინასწარაც გადავხედეთ და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია და დავიწყებ, ესე ვთქვათ, პირველი რაც მქონდა ჩაგდებული. მოდი ამით დავიწყოთ, სანდრიკ. რეზო ჩიკობიძე. რეზო ძირითადად რაცა მე რასაც გადავხედე გრაფიკულ დიზაინს უფრო აწვება, რაღაცა უფრო ფოტომანიპულაციები. აბა სანდრიკ, პირველივე დავიწყოთ, ხო მგონი? ხო. ოკეი, გავხსნათ აბა ლოგოები. სტანდარტულად ესე დავაგებთ ლოგო მარკები. Okay, that's it. იდეაში რაღაც ქართულ ბაზარს მორგებული ლოგოები არის უფრო. კი, მეც ეგრე. კი ბატონო. ანუ ადვილი ფორმები და თელი ამბები. კი, რაღაცები არის ისეთი, მაგალითად აი ეს ახლა მინკოსი, რომელიც აი როგორ გითხრა, რაღაცა არ ვიცი ახლა რა კომპანიაა, მაგრამ მგონია რომ რაღაცა სურსათის თემაში რაღაცა შეიძლება ზეც კონდეს, რაღაცა ხვდები, ანუ და ისეთი ვერ არის რა, რაღაცა რო გადავხედე ხა მე ამათ. კიდევ ერთხელ ჩავივლი. შედარებით უფრო ჩემი აზრით შეფუთვის ლოგოზე უფრო მიდის ვიდრე რაღაცა, ყველა საინტერესო მაინც ეს არის რა, ჩემი აზრით. და ესეც ტიპოგრაფიული ლოგო არის და რაღაცა ესეც უფრო ამჯობინებ ვიდრე რაღაცა ესეც, ან ესეც, ან ესეც. ხო და ჩემი აზრით ხო ლოგოს დღეს რო ავიღოთ ეხლა რა ტრენდიც არის ზოგადად გრაფიკულ დიზაინში და ლოგო დიზაინერები როგორც მუშაობენ ყველაზე კარგი ლოგო დიზაინერები რო ავიღოთ ჩემი აზრით ხო მოთხოვნილებაც მეტია და ესე ვთქვათ ტოპ ან პოპულარულიც უფრო მეტია მინიმალისტური რაღაცა სუფთა ფორმები და მარტივი და სამახსოვრებელი ლოგოები რა ამ შემთხვევაში უმეტესი ლოგო ეხა ამ ნამუშევარში რო განვიხილოთ არის საკმაოდ გადატვირთული არის ბევრი ელემენტი და ის სიმარტივე რაც უნდა იყოს შედარებით ნაკლებია ჩემი აზრით მაგრამ არის რაღაც ლოგოები რომელიც შედარებით კარგია არის ლოგოები რაც შედარებით მაგალითად ძალიან ცუდია მაგალითად ხა აი ეს ლოგო საქართველოს კინოაკადემია მე პირადად მომწონს უბრალოდ ეს რო შენ გაგეკეთებინა კიდევ უფრო მინიმალისტურად რაღაცა გრადაციები და აი ეს ოქროს ესე ვთქვათ ამ
გამოდის ოქროს ტექსტურა გაქვს რაღაცა და ოკეი ეს ფილმი რაღაცა ისე ასე უხდება ლოგოს ოქროს ფერები, მაგრამ ჩემი აზრით უფრო რაღაცა მინიმალისტური გაკეთებინა. დაჟე ამ ჩრდილების ჩემი აზრით აი ამ ჩრდილის მიღწევა ესე ვთქვათ უფრო სხვა ფერებზე შეიძლება რა და ეს რო შავი ყოფილიყო ვერაც საინტერესო 2015-ში ძალიან კაი იქნებოდა და არანაირი პრეტენზია არ იქნებოდა. შედარებით ხო ძველ რაღაცა თემებს უფრო ერგება რა ის რაღაც ხო 3-4 წლის წინ ალბათ. იდეა ყოველს რაღაც იდეა შეგნით და იდეა ეგ თავარია რომ რაღაცა კონცეფტის შეგრძნება არის ხო სანდრე? ხო, მაგრამ აი ჭირდება უფრო რაღაცა აი ტექნიკური ნაწილში რაღაცეების გაკეთება. ნუ ეს კარგია, ეხლა ყველაზე კარგი ხო, ესეც ის არის რაღაცა. ოკეია ეს შეიძლება რა, იმიტომ რომ ისა ორი კოშკი აქეთ ანუ ბევრია რა. მინიმალისტურად გაყევი ხოლმე რაღაცეებს, თან სკილები ჩემი აზრით აქვს ამ ადამიანს. რო უკეთესი გააკეთოს. აი მოდი ამას დიდხანს არ გავჩერდე. და ხო მე კიდე რასაც გადავხედე, საქართველოზე აქვს ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთებული რა. ანუ მაგალითად ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, აქეთ სვანეთი, ანუ ყველაფერი არის საქართველოს ესე ვთქვათ თემატიკაზე გაკეთებული რა და თან უდევს სათითაოდ ეს ყველაფერი, ანუ ერთი სკრინი ხო ხინკალი, ქართულია, ოკეი. აი ნებარია, ანუ რო ვთქვათ ეხლა რაღაცა მარკეტინგი რაღაცა რეკლამის თემაში ძალიან კაი ტიპი იქნებოდა რაღაცა, ჩემი აზრით. მერე გავხსნათ მოდი აი ესეც იმენასა ერთი და იგივე ტიპი არის საქართველოს. ესეც რო ავიღოთ, შედარებით აქ უკვე გაშლილი აქვს, მაგრამ ოკეი, მაინც არ არის საკმარისი რა. და ეს ძალიან მომეწონა რაღაცა უხდება ტექსტურას. მერე ავიღოთ და ქვევრია და რაღაცა ვაზი. ესეც კარგი გაკეთებულია, ცუდი არ არის, მაგრამ არც ძალიან სასწაული არ არის, ეგეც რო არ შეგვეშალოს. ხო სანდრი? ხო და ანუ საინტერესო ვარ რა. მე პირადად. ხო, სანდრი, შენ რას ფიქრობ, რომ ეს შოთი, ეს და ეს ერთში რო ყოფილიყო მოქცეული და პრეზენტაცია ყოფილიყო. პირად მე სიამოვნებოდა სკროლვა და ხო გამისწორდებოდა. ხან იმიტომ კი არ ვიძახით რომ რაღაცა, უბრალოდ ერთი პროექტია რეალურად რა. ხო. აი მაგალითად მივხვდი რატოც გაქვს დაახლოებით ხვდები მე რატოც აქ, იმიტომ რომ პირველად ეს გააკეთა, მე გავიდა შეიძლება 1-2 კვირა, მე ეს გააკეთა, მე 1 თვე გავიდა, მე ეს გააკეთა. ანუ რა პრობლემაა? შეგიძლია ამით დაიწყო ერთი სკრინით და მე გაყვეთ ჩვეულებრივად და ამატო რა. ანუ ჩვეულებრივი პროცესია, მიღებული პროცესია და ანუ შეგიძლია რომ გზადაგზა და ამატო ესე ვთქვათ რაღაც ნამუშევრები. მე დღესაც რო რაღაც ესე ვთქვათ ანიმაციას, ინტერაქციას გავუკეთებ ჩემ 2 წლის წინანდელ შოტს მაგალითად ან პროექტს, ხო? დღესაც იმას ვაპდეიტებ, ახალ კი არ ვამატებ. ხო და ანუ მაგას გირჩევ რომ აი ესენი ეხა ყველაფერი წაშალე. ერთი დატოვე და აი ეს ყველაფერი რაც გაკეთებული გაქვს, ერთში მოაქცია და ბევრად დიდი ეფექტი ექნება და ბევრად უფრო წინ წაწევს კონკრეტულად ამ პროექტს რა, ჩათვალე. ამაში აღებული ლაიქი თუნდაც ამაში იკარგება და როგორც ერთ პროექტში რო გიქნება მოქცეული, უფრო შენს мотиваციას მიიღებ, რომ რაღაცა თქვათ შედარებით მეტი მოწონება გექნება რა. ხო, იდეაში Behance-ზე უფრო პორტფოლიოს თემაში უნდა მიუდგე და რაღაც შეკრული დადო, ვიდრე თქვათ დრიბლზე რო შეგიძლია თავისუფალი რო ხარ შოთში. წინა 3 მაშინ სანდრიკ ბიჭემაც და ყველა ესე თქვა რომ ყველამ თქვა აღნიშნა რომ ხო დრიბლი ისთვის არის Behance ისთვის არის ჩვენ აღარ გავიმეოროთ ეგ. ეს ხელფასა მე ხო ანუ მაგის შეფასება ცოტა ისეთია რა, ან სულ ერთი და იგივე თემა არის და მოკლედ ეგრე გააკეთე რაც გირჩიე, თუ გაითვალისწინებ ძალიან გაგვიხარდება და რა წარმატებები აბა რეზოს. ოკეი, შემდეგი არის ივა სალუქვაც. აბა სანდრიკ, ეს შენთვის მომინდია. რომელი გაგიხსნა? საშენოს გაგიხსნი მაგრამ. აჰა. იდეაში პოსტერი არის, საკმაოდ ნორმალური. მოდის მოკაპი. აჰა.
ამბერი მოკაფია და მე ისე ჩვენ პოსტერი. აბა რა სიტყვა. ესეთი ნახე მე მგონი თოკასედო თოკა არის ალბათ ინსპირაცია. სავარაუდოდ მეც რაღაცეები ხო მაგდა. არა, კარგია, ანუ მომწონს. კარგად გაკეთებულია, ძალიან საკაიფოდ არის გაკეთებული. მე ძალიან მომეწონა. აი ზოგადად ნოისი ძალიან მიყვარს. ბოლო დროს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ნოისი მაგრად მიყვარს რა. რასაც ვერ ვიტან, ვერასდროს ვერ ვიტან, აი ეს იაპონური, ჩინური, კორეული სიმბოლოები. რომელსაც ვერ ვგებულობ და ანუ პოსტერის თავარი ესე ვთქვათ დანიშნულება რა არის ანდრიკ? ორი რაღაცა აზრი გადმოგვცეს კონკრეტული ხო და ხა არ ვიცი ჩინური და არც იაპონური და ხო ანუ ჯობია რომ აი რაღაცას რო აკეთებ მით უმეტეს პოსტერს რო აკეთებ და პოსტერი რო ყველაზე რევოლუციონერული ესე ვთქვათ გრაფიკული დიზაინის ნაწილია და პოსტერებს რო ისეთი რაღაცეები გაუკეთებიან სოფლიოს ისტორიაში რომ აი ეგეთ რაღაცას რო აკეთებ ხო ჩემი აზრით რომ აი რაღაცა უფრო მეტი აზრი უნდა კონდეს ჩადებული და რაღაცა მეტი უნდა მოდიოდეს რა და ახლა თან უმეტეს როცა ტიპოგრაფიული პოსტერია იქ აუცილებლად რაღაცა უნდა გაიგოს ადამიანმა რო წაიკითხავს რა ну კარგია ინგლისურს პონჩი იყენებს ამ ხო ანუ გამომაჩენია მე მომწონს მესმის ხო მესმის ეგ თემებიც კი მაგრამ აი რა არის იცი რომ აი პოსტერმა უნდა მოქცეს ძალიან დიდი ისე თქვათ ინსპირაცია არა მარტო ვიზუალით არამედ იდეურადაც ხო ეგრეა ის თქმელი ხალხი რასაც ვერ ამბობდა თუ პროტესტი ქონდათ და ვერ ამბობდნენ ეშინოდათ დაჭერით ჩუმად პოსტერებს აკეთებდნენ და კედლებზე აკრავდნენ ხო ეგრეა აჰა ხო ანუ ისტორია ანუ პოსტერი არის ყველაზე ძველი გრაფიკული დიზაინის ნაწილი რა აბა ხო ნახოთ ნიკოლოზ ხო და რასაც გირჩევდი კიდე ხო აი ესეთი თლად დივან ტახტები კრესლოები და ეგენი არ გინდა რაღაც უფრო მინიმალისტური გააძრე ხოლმე რა იმიტომ რომ მოკაფები ძალიან ბევრია და даже შენითაც შეგიძლია მოკაფი გააკეთო რამე უბრალო არ ვიცი უფრო მინიმალისტური და სუფთა ძალიან გადატვირთული რო არ იყოს მე ეს მომხდა თვალში შემოსანდრიგ რაღაც ავთვლი რომ ყველაზე აი ნამუშევარია ამ ადამიანის ესე ვთქვათ ნუ ლოგოს თემაში აი ნამუშევარი არის და ეტყობა ფორმებზე და პრეზენტაციაც ნუ ნორმალურია პროსტა კიდე რაღაცა შეიძლება და კიდე გაეშალა უფრო დეტალურად ვიდრე სამი მოკაფი რა ანუ არა აუცილებელი მოკაფები კონდეს გამოყენებული შეგიძლია უბრალოდ რაღაცა სხვანაირად გააკეთო რა თუნდაც 1.5 საათი After Effects ჩაუჯდე და ამ ლოგოს ანიმაცია გააკეთო ესეც შესაძლებელი არის მაგალითად ახლა თავსახურს აქ უბრალოდ ეტყობა რომ უბრალოდ არის დადებული როცა შეეძლო ტექსტურა გაეკეთებინა იგივე იმ ხის და უბრალოდ ხო ნუ რაღაც გლოსი მიმწვარი რო არის რაღაცა ხო იცი მაგრამ ნუ მთლიანობაში ეს ყველაზე ნორმალური ნამუშევარია რაც მე ყოველ შემთხვევაში მომხდა თვალში ამ შემთხვევაში ხა არ შევაფასებ პრეზენტაციას შევაფასებ ლოგოს რაღაცა უფრო ისეთი დახვეწილი გაკეთებული არის ნუ კი რაღაც სადღაც არის ძალიან ბევრი შეცდომები უხეში გადასვლები ისევე ესეთ პატარ-პატარა დეტალები არის ოთხკუთხედი დანარჩენი მრგვალი ფორმები არის და ხო აჰა გეთანხმები კონსისტენტი ეგეთი კომენტარი შემოვიდა რა აი ისა რა ქვია ცოტა მეტი ის იყოს რა ქვია ანუ შუალედის ამბავში ძალიან დიდი ხანი ჩერდებით ერთ ნამუშევარზე და ის თუ გადავალთ ნელა სწრაფად კარგი იქნება რომ აქ დანიშნული ოკეი ერთი საათი ხო გვაქვს მაქსიმუმ კი ხო დანიშნული მაქვს ყველას სადღაც 7-8 წუთი უწევს რა და ამაშობთ ძირითადად უფრო ჭადრაკს ბოდიში აბა სანდრიკ რას ამბობ ხა მიდი ბიჭი ხო ანუ ეს რგოლები ყურძნის ცოტა შეიძლება და ცოტა კარგად შეკავშირებული იყო ასე ვთქვათ აჰა აი ესენიც ტექნიკური შეცდომებია პატარ-პატარ მაგრამ ფონტი თუ შენ ნულით გააკეთე მაშინ ბრავო მე ძალიან მომეწონა და ნუ თუ უბრალოდ მზა ფონტი იყო მაშინ მაინც ხოჩა აი შერჩეული რა
თემატურად მიდის. ჯერა სიტყვის ამით. იდეაში ანუ ცოტა სკილებზე მუშაობა და ძალიან კაი რაღაცები შეიძლება გააკეთოს. ოღონდ აი ამ სტილს რო გაყვე ძალიან გაასწორებს და აი ესეთი ლოგოები კიდე უფრო თუ ესეთ ლოგოებს კიდე უფრო თუ გაამარტივებ და უფრო მარტივს მოგცემ და უფრო რაღაცა სუფთას გააძრო, ვაფშე ძალიან მაგარი იქნება და რავი, ძალიან წინ წახვალ ჩემი აზრით. ოკეი, ეს ნუ სხვა ეხა პოსტერებია. აბა ყველაზე ბოლო ნამუშევარი ვნახოთ. ვახ, ხვალები გამაძრო. ოკეი. მოკაფი. ეს არის ყველაზე კაი მოკაფი მე მგონი ძალიან. ხო? აი აქ ძალიან რაღაცა მე არ ხა ფონტს როგორ იყენებს ამ პრეზენტაციაში ესე და ანუ ფონტის სისქე საერთოდ არ უხდება ამ ხას თუნდაც ყველაზე მარტივი ფიდბექი რომ მოგცე რა ფერები შეიძლება უფრო საინტერესოდ დაყარო ეს ნორმალურია აქაც ნუ ეს არ ვიცი რა არის ოკეი ტაიმლეპსი კარგია, ესეთი რაღაცა უკვე კარგია. ბევრ რამეს მოიგებს ეს რაღაცა მარტო ეს ვიდეო რა, ჩემი ვიღაც ამ ძალიან პოპულარულია საერთოდ ესეთ ვიდეოები. პროექტის პროცესი ყოველთვის იგებს რა. ეს პროექტი ყველაზე გრძელია, მე მგონი, რაც ესე თქვა თვალში მოხდა. ფერები ნორმალურია. Delivery service ეგრე რო არ ეწეროს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ვიდეოში რა ბაზარი არა კი ეს რატო ამბობს ახლა სანდრო ამას იმიტომ რომ ეს რა ფარავდება ლოგო ეს დაიკარგება საერთოდ ანუ გაქრება ხალე თითქოს რაღაცა აი ცოტა უხეშად რო თქვა რომ მიაფუთხო ეგრე იქნება რა ხანჯარად მიაფუთხო და ეგრე რო და დარჩება საერთოდ მე და შენერგიო იმ პერიოდში ძალიან იგებდა ხოლმე ეგეთი ჩასმა და ეხა არა ხო არა ეგ მართალი ხარ ეგ სწორად გაიხსენე მოკლედ ეს ძალიან კარგი ანუ ლოგო კარგი არის რა მაგრამ ისევე იმას ვიძახი რომ აი შედარებით გაამარტივებს სულ მეტი არაფერი ფიდბექი არ მაქვს ფონტი მომწონს კაი შერჩეულია ფერებიც ოკეი არ არის ცუდი მოკაფებზე ნორმალურად ის ეს ყველაფერი და რავი მაინც ჩემი აზრით ცოტა მეტი მუშაობა და მეტი უკეთესი რეფერენსი რაც თავარია რა. ისეთ დიზაინერი მოძებნე, რომელიც ყოველდღიურ ასე ვთქვათ, ინსპირაციას მოგცემს და შემდგომ დაჯდები, იფიქრებ და ნუ რაღაცა უფრო განსხვავებულს დააკეთებ რა. და ხუზაურთაც მიაწექი. აი, შემდეგი არის მამუკა ბოლქვაძე. სანდრი, აი, UI არის და დაცხე შენით. რომელი გაგიხსნა? აბა მეორე გახსენი. მოიცოდი მაგას რომ მეწყოს. ხო, საინტერესო ლეიაუთი არის. რა ვიცი, საერთოდ უხდება ხოლმე ფოტოები ბევრი ჩასმული როცა არის, მაგრამ თეთრი ნაწერი რო არის პირდაპირ ფოტოზე და უკან ფონი არ აქვს. ცოტა ანუ რაღაცა შავი ფერი უნდა გააკეთო, რომელზეც რაღაც opacity იქნება დაკლებული და უფრო ადვილად წაიკითხება. შავი თქვა 40%-ზე გავუკეთე ჩასვი. ძალიან საკითხავად ლამაზი იქნება რა. ბიჭო. ფონტები არის ცოტა დიდი, ის new in რო არის explore-ში ცოტა რაღაცნაირად არის უცნაურად ბათონი, მგონი რომ ცენტრში უნდა იყოს new in-ი. არა რა ვიცი. ხო. ეს ილუსტრაცია კაია, მომწონს. просто ანუ ელემენტებს თუ დახვეწავდა ეს სტრუქტურა თვითონ საკაიფო არის რა. იმედია თვითონ გააკეთა. თორე ეს ახლა ისეთი რთული ილუსტრაცია არ არის, რომ კიდე საღაციდან აიღო, ხო ეგრე? ხო, იდეაში ეგ ის. მე ხო, ტრიპლიშიც რო აკეთებ ხოლმე, просто ანუ შეგიძლია რაღაცა უფრო ლამაზი ფოტოების ჩასვა ხოლმე პრეზენტაციაში იგებს ხოლმე და უფრო მეტ ლაიქსაც დააგროვებს რა. პირველი რაც არის, რაც შენიშნა მოხდა თვალში ეს არის, რომ კონტენტი არ არის
იდენტური, ესე ვთქვათ, ერთი ფემილის წარმომადგენელი არ არის, ან რას გულისხმობ. სურათები, რომელიც აი ეს არის ერთ და იგივე საიტიდან, ჩემი აზრით, ან ყოველ შემთხვევაში ერთი სტილის არის და ერთი ფემილია, ანუ როგორც აიკონებში არსებობს ზოგადად ის გაგება, რომ აიკონები უნდა იყოს ერთი ფემილის წარმომადგენელი, მაგალითად და ერთი ფემილის სეტიდან უნდა იყოს, ანალოგიურად არის კონტენტზეც, მით უმეტეს როცა არავინ გზღუდავს იმაში, რომ ვიღაცა ბანდ სურათებს გაძლევს, ან ვიღაცა გაძლევს სხვადასხვა სურათებს. ამ შემთხვევაში ვამბობ იმას, რომ აი პირველი მეორე აი ეს სურათები ხო, აი ეს და აი ეს ფეხსაცმელი, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ჩამოყალიბდე რა, ან ჩათვალე კონტენტს ქმნის შენ როგორც კონტენტსაც გააკეთებ, როგორი გაიდლაინებიც გექნება, იმზე უნდა გაგრძელდეს მერე ყველაფერი. შენ თუ აიღე ესეთი რაღაც უფრო სუბთა უბრალო მინიმალისტური ფოტოები, სადაც ლაითი ბექგრაუნდი აქვს და კონკრეტული, ესე ვთქვათ, ყურადღება მიდის იმ პროდუქტზე, ამ შემთხვევაში ფეხსაცმელი იქნება, მაისური იქნება, ხოლო შენ სხვა შემთხვევაში გამოგაქვს შედარებით უფრო გადატვირთული სურათები, როგორც არის აი Women's Ultra Boost რაღაცა შოზე ან თუნდაც Ultra Boost 20 შოზე, ხო? ანუ შეგეძლო რომ ესეც ამ სტილში ყოფილიყო. შეგეძლო უნდა ყოფილიყო მაშინ. თუ ესეთები უფრო მოგწონს, მაშინ ესეთი უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ხვდები? ანუ არ უნდა მოხდეს კონტენტში არევა. ჩემი აზრით კიდე რაც ესეთი თემა არის, რაღაცა ძალიან ჩაკვეხებულია ესა wish list-ის აიკონი, ან გულის აიკონი თავის ესე ვთქვათ shape-ში, ცოტა მეტი სივრცე უნდა, ანუ შედარებით უნდა გაზარდო ეგ, რათა იყოს უფრო კომფორტული. ეხლა ამას თუ ჩვენ გადავიყვანთ responsive-ში, ამ შემთხვევაში ცოტა UX-ით რო ჩავხდოთ, შეიძლება არაკომფორტული იყოს თითის დასაჭერად და ანუ ამ შემთხვევაში მოხდეს ის, რომ მობილურზე იყოს ძალიან პატარა ეს wish list-ის აიკონი და შეიძლება ძალიან ხშირად მოხდეს ის, რომ ვერ დააჭირო ზუსტად და wish list-ში დამატებისას შეიძლება გვერდზე გადაგიყვანოს და დაკარგინოს ის 10-15 წამი, რაც თან გამოსასვლელად დაგჭირდება. სხვა შემთხვევაში ფორმები ტრენდულია, მომრგვალებები უკვე იქცა, ესე ვთქვათ, 20-20-ის ტრენდად 2019 შუის მერე. რეფერენსი კარგია, რომ კუბერტოს უყურებ და ოკეი, ძალიან გასახარია, იმიტომ რომ ბევრი არის დიზაინერი, რომელიც, ну, დამწყებს ვიძახ, რომელიც არ ვიცი საკმაულობს რეფერენსებს და საშინელ, ასე ვთქვათ, რეფერენსებს ნახულობს ხოლმე და მე თვითონაც თუ დიზაინს აკეთებს. ამ შემთხვევაში შენი რეფერენსი ნორმალურია, ანუ კუბერტოს აქვს ეგეთი, შეიძლება უსომედი, ჩვენი ყოფილი თიმიდანაც არის ეგეთი რაღაცები. და ну, ყოველ შემთხვევაში გასახარია, რომ აი რეფერენსი გაქვს რა და well done, ანუ კარგია ეგეც რა, ეგეც ძალიან დიდი პლუსია, მაგასაც ბიჭი უნდა, ესე ვთქვათ, სწორი და კარგი რეფერენსის მოძებნას, ესე ვთქვათ. სანდრი, გაბა რაღაცა ანიმაციაც აქვს დადებული და ანიმაციებში შენ არა, XD ყოფილა. ჩემი აზრით XD-ა, ანუ რაღაცა ეგ. არა, XD-შიც შეიძლება კაი ანიმაციის გაკეთება. არა? რა? კი, ესეთ რაღაცებს შეიძლება XD-შიც. არა, ისე ვერა მე After-ში როგორ შეიძლება. ანუ ყველაზე ისეთი რა, ანუ ეხლა ვარ შემოსული რომელ გვერდზე, სადაც უნდა ვიყიდო ეს კონკრეტული პროდუქტი. ამ კონკრეტულ პროდუქტზე მეტად ხდება 1, 2, 3 თვალში. ანუ აქეთ გამიგვის, მარჯვნივ გამიგვის თვალი რა და შენ UI დიზაინერი ხო? ან UX დიზაინერი, პირველ რიგში UX დიზაინერი ჩემი აზრით. უნდა გათვალო ის, რომ მომხმარებელი რომ შემოვა ამ გვერდზე, პროდუქტის კონკრეტულ გვერდზე, მას არ უნდა გაურბოდეს თვალი სადღაც სხვაგან. ანუ ამას რატომ უნდა უყურებდე 1, 2, 3 ეს ახ სანდრიკ რა თემა იცი? ჩემი აზრით ადგილი დარჩა წარიელი და შევსებაცადა უბრალოდ რა. ხო, იდეაში ამ ელემენტი რო ჩასმულიყო, თქვა 3 წერტილი ან 3 რაღაც ფოტოს აღნიშნული რამე მოვა. 3 წერტილის ის სად არის სანდრიკ, რა ქვია? ავტორიზაცია, ან პროფილი, ან კარტი. ხო, იდეაში. კალათაში რო დავამატებ, მე რა ხდება? კალათა სად არის? სად მოვძებნო კალათა? ანუ უნდა იყოს, ანუ თუ e-commerce-ია, მაშინ კალათა უნდა კონდეს. ანუ კალათის გარეშე e-commerce არ არსებობს სოფლიოში ჯერჯერობით, რა ვიცი. მოკლედ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ტექნიკური შეცდომებიც არის, UX შეცდომები ხო საერთოდ არის და არის. ამიტომ აქ უნდა კონდეს თავისი პანელი, სადაც ექნება user account-ი, რაღაცა კარტი, wish list-ი, search-ი, ეს მოკლედ არ კმარა ეს. არ არის, ესე ვთქვათ. ხო, ტიპოგრაფიაში. ნუ ანიმაცია ხო საერთოდ, ანუ აზრს მოკლებული, ანუ არაფერი არ არის საერთოდ.
ანიმაცია 0, ანუ ასეთი ანიმაციის დადება ჯობია ვაფშე არ დადო ანიმაცია რა. ან დამიჯერო, ჩაუჯდე After Effects, ძალიან მარტივია. ჩაუჯდება და გააკეთებს, უბრალოდ ალბათ ეხა სწავლობს და მაგიტო რა. ალბათ შეზო გამო რა, იდეაში თორე შეიძლება რომ გაითვალისწინოს და უკეთესად გააკეთოს ბევრად ანიმაცია. ალბათ სწავლობდა ეხა რაღაც მომენტში. ბოდიშით რო ჩაგეწერეს, მაგრამ ალბათ ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ ძირითადად ჯუნიორები და მიფარავ რა მე. ხო, ანუ იდეაში ერთადერთი რაც შემიძლია ურჩიო, მამუკას არის რომ ბევრ რაღაცას უყუროს, ბევრი რაღაცა ნახოს და საკმაოდ დააკვირდეს რას როგორ აკეთებს რა. ეგ არის ერთადერთი გზა რომ რაღაცას მიაღწიო რა. ეს არის ყველაზე ცუდი შოთი ჩემთვის. ხო, იდეაში ისინიც მაინტერესებდა ქვემოთ რაღაც ფინტექები არის, ხო, ძველებია შედარებით ჩემი აზრით. მაგრამ აი პირველ ხაზს უყურებ ყველაზე ახლებიდან, ეს ყველაზე ცუდია. ეს და ეს კარგია. აჰა, ნახოთ თუ კიდე. მე როგორც მიყვარს ეგეთი პატარა ტექნიკური შეცდომები, რომელსაც დრო მოიტანს, ესე ვთქვათ, და დრო გავა რაღაც პერიოდი და იმედი მაქვს, რომ არ გაჩერდები, ესე ვთქვათ, განვითარებას არ შეწყვეტ და ამ საქმეს არ შეეშვები. აი ესეთი დეტალები, რაც ღილაკში როგორ ჩასვა ტექსტი, ღილაკის ტექსტი და ეგეთ რაღაცებს დრო მოიტანს და დაამოღამებ მაგასაც, ეგ საერთოდ არ არის სანებიულო და არ საპრობლემო რა. აბა რომელი გაინტერესებს სამდრიგ? აი გაიხარ რაზეც ქონდა. ეს თუ ეს? ხო, აი. აქ ნეუმორფიზმიცადა ეხა ამან, მაგრამ ბიჭო, ნეუმორფიზმი მეც პირველად ვცადე და ტუტორიალით ვცადე რო არ საგიმალოთ, იმიტომ რომ აზზე არ ვიყავი, რანაირად გამეკეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამეწევს. შტილები კარგადაა გაკეთებული, შედარებით, რავი, რაც მინახავს იმაზე, რავი, 80%-ით კარგად ალბათ, მაგრამ დანარჩენი ფერების შეხამება და თუნდაც ტექსტის ფერები საერთოდ არაკითხვადი არის რა ჩემთვის. ესეც ტექნიკურად არასწორად აქვს ჩარტი შიგნით შაშენებული. აი ეს ძალიან ისე წდება რა, ანუ ეს უნდა იყოს აი თვითონ დიდი ჭრილის ცენტრში ჩემი აზრით. ეგრე მგონი. აიკონები ძალიან დიდი არის. ანუ როგორი აიცი აი -50 რო აქვს ადამიანის ხედველობა რა და იმისთვის რო არის გათვლილი ხო ანუ რეალურად ძალიან დიდი არის რა კილომეტრი და რო დაინახა voice-ის იმას რა ქვია მიკროფონის აიკონს რისთვის რატო კარგავ ადგილს და თან ყველაზე გადაობა ის არის რომ ესენი ხო ამ ხელაა და რაც ყველაზე მთავარია ხო აი აქ პოს რაღაცა ტრანზაქციები ისინია ბიჭო პატარა რა ხო შეიძლება ვერ ხედავ აჰა გაგიდიდე ან ეს არის რეალურად ის ინფორმაცია რისთვისაც ეს აპლიკაცია მაქვს ეს მაინტერესებს სად დავხარჯე ფული და ეს თუ ვერ დავინახე რა თქმა უნდა ეგეთი აპლიკაცია ხო ну შესაბამისად აი ზომების ფილინგი გვინდა რომ გამოვასწოროთ რა იდეაში აზრი კაია თვითონ რომ ესეთ როცა dark theme-ს აკეთებ ყოველთვის ან შავი ან ყოველთვის ან თეთრი არ უნდა გამოიყენო ანუ უნდა ითამაშო ბაც ფერებში რა ხო და ეგ თვითონ აზრობრივად კაია პროსტა შესრულება ცოტა მოიკოჭლობს რა ფერებს რაც შეეხება უშუალოდ და ეგ შეიძლება თქვი ეგეც ხო რა ანუ ცოტა ლოგიკაც რო ჩავერთოთ ხოლმე აი ესეთ პრეტენზიული არ ვარ მაგრამ ზოგადად ანუ ამ ხელა ბატონს რო აკეთებ მართლა ხო რა ანუ ესეთ ბატონი გინახავს სადმე ან ხო არა ბატონის და ანუ რაც მნიშვნელოვანია ის ინფორმაციაა პატარა ტექნიკური შეცდომა რომელიც ჩემი აზრით გამოსწორებადია მომავალში რა ну ოდი ამასაც ბარემ რაღაც მომხდა თვალში მე ვარ პირველი მტერი ქართული შოთების. ოღონდ შოთის პურის არის. დრიბლზე ყველანაირად აზრს მოკლებულია სტანდარტული აპლიკაციის დადება, რომელიც არის ქართულ ენაზე. თუ შენ გააკეთებ თუნდაც რაიმე პოსტერს, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო, ან რაიმე ეგეთ გრაფიკული დატვირთვა, რომელსაც უფრო აქვს, ის ოკეი. იმიტომ რომ გრაფიკული დიზაინია და გრაფიკული დიზაინი შეიძლება უფრო მარტივად გაიგო, მაგრამ აპლიკაცია, რომელსაც შენ ქართულად აკეთებ და ისეთ ადგილას დებს, სადაც
0 რაღაც პროცენტია ქართველი მომხმარებელი და ისიც ყველა დიზაინერია და კლიენტი არ არის არავინ ჩათვალე, ეგ არის უკვე ძალიან დიდი შეცდომა. შესაბამისად, შეეცადე რომ ყოველთვის ინგლისურად გააკეთო. იმიტომ რომ რეალურად რისთვის გაქვს დრიბლი ხო? მარტო ის ხო აქ თუ ვინმე მეტყვის რომ დრიბლი იმიტომ აქვს რომ უნდა განვითარდე და კომენტარებს მიწერენ და კომენტარებში ფიდბექს მაძლევენ, ფიდბექს არ გაძლევენ, კომენტარებში იწერენ nice work, clean work და ვსო დამთავრდა. არაფერი იწერება და. ხო. ანუ ის რომ შენ დრიბლით ვითარდები იმის გამო რომ ვიღაცა ფიდბექს გაძლევს, ფიდბექი არ არსებობს დრიბლზე, არავინ აღარ იძლევა. 5 წლის წინ იძლეოდა, დღეს აღარავინ აღარ იძლევა ფიდბექს. ეს შეიძლება გურის ჯგუფში დადო და გურის ჯგუფს რეკლამა ხო გვაქვს ქართველებს რაღაცა community Facebook-ზე იქ დადე და იქ მოხდეს ამის შეფასება. როგორც ქართველების მხრიდან მოხდეს შეფასება. აქ ეხა რავი 0 რაღაც პროცენტი ქართველია. თუ მარტო ქართველისთვის თვლი რა საჭიროა დრიბლი ხო? Facebook-ზე დადე, რა პრობლემაა. ეს იმიტომ მინდოდა ქართულ თემას რომ ყველას ეხება, ძალიან ბევრს უდევს ქართულაზე და გაიგონ რა ერთხელ და სამუდამოდ რატო და რატო ვამბობ ამას რა. ოკეი, მოკლედ შევაჯამოთ, ანუ კაი ბიჭია მამუკა, რეფერენსებს კაის ნახულობს და რასაც ურჩევ მე პირადად არის რომ ზომები და მეტი, ესე ვთქვათ, მუშაობა საკუთარ თავთან. ვსო, ეგ არის ჩემი ფიდბექი საბოლოო მამუკასთვის. ხო, იდეაში ერთი კონკრეტული ნიშა რო არჩიო და იმას მიყვება მე გადახვიდე სხვაზე და ნელ-ნელა ამ სწავლებას სწავლებით ძალიან განავითარებ საკუთარ თავს. მაგას ურჩევდი მე. ოკეი. შემდეგი არის მირანდა მალაზონია. ნუ, ახალია ეთყობა, იმიტომ რომ 4 შოთი უდევს და პირველი დადო 30 იანვარს, და 13 იანვარს ამ წლის. და ცადა გაეკეთებინა აპლიკაცია სავარაუდოდ. ხო, მე თავიდან რაღაცა smart სახლი მეგონა. ქისპონჩი. რა ვიცი, ბიჭო, ცუდი არ არის. просто ფერები. ჩემი აზრით, მე ფერებს კარგად სხვას გამოვიყენებდი უფრო და რაღაც ტაქსია, ნუ ოკეი, ბანალურია ყვითელი, გეთანხმები. მაგრამ ესეთი ფერი მაინც ასიამოვნო არ არის. რაღაცა აი ძალიან ბევრი სტატია არსებობს ფერებთან ფერების ფსიქოლოგიაზე, ესე ვთქვათ და იქაც საკმაოდ კაი რესურსი შეგიძლია მოიძიო და ბევრად გამოსადეგი რაღაცეები ნახო რა ფერებთან დაკავშირებით. ყველაფერს თავისი ემოცია გააჩნია, თავისი ხასიათი და შესაბამისად ეგეც დაგეხმარება იმაში, რომ კარგი ფერები აარჩიო და ერთმანეთს შეუხამო რაც თავარია რა. სამდიმ შეიძლება სიტყვა. ხო, იდეაში ფერები, რავი, წინა შვეთებთან შედარებით საკმაოდ ნორმალური არის, უბრალოდ შიგთავსი არის ცოტა რაღაც basic ჩაოლებრივი რა. ხო, მარტივია. ნუ, არ არის ცუდი რომ მარტივია. არა, ისეთი რაღაც საშნელი შეცდომები და რაღაცები არ არის, ანუ საკმაოდ ნორმალურია. Good job. აჰა, მოვედით ისევე e-commerce-ზე. ამ შემთხვევაში შედარებით ნორმალურია. ძალიან მაღალია, ხო? 4 კუთხედის ქვე არის, რაღაც 4 კუთხედია, ხო? ხო, დრიბლის შოთის ზომა არის, მე მგონი. 1600-200, არა, რა ყოფილიყო გაშლილი და მე მგონი. არა, მე მგონი ეგ ზომა. ოკეი. რა არის, აი წინა შემთხვევაში ღილაკებში ფონტის ზომა უფრო დაცული ქონდა. აქ ეხა პირიქით დიდი ღილაკია და ტექსტი ძალიან დიდი არის შიგნით რა და აქ პირიქით დიდი აღილაკი და კიდე დიდი ტექსტია ოღონდ აქ თუ ჰაერი აქვს და სივრცე აქვს დატოვებული აქ საერთოდ არ აქვს სივრცე დატოვებული არის ჩაკვეხებული ამიტომ როგორც მარჯვნიდან და მარცხნიდან იღებ რაღაც დაშორებას ღილაკში რო ტექსტი ჩასვა შეეცადე იმის ნახევარი მაინც მიცე ზემოდან და ქვემოდან თორე ძალიან ჩაკვეხებულია და ანუ არ არის საერთოდ სასიამოვნო რა და აი ხო ცა დახვეწინება დიზაინის ფორმები მთლიანად არის ოთხკუთხედი და აიკონები ზემოთ მარჯვნივ ხო მრგვალი არის რა მაგრამ ანუ კონსისტენსი ერთიანობაში კაი არის ლოგოები მაგრამ ამ სტილს არ ვხდება რა ხო ანუ დახვეწა ჭირდება მაგრამ მეორე ნამუშევრისთვის ეხა რაც შენ გიდევს მესამესთვის ძალიან კაი არის, ცუდი არ არის.
ნუ ესეც იგივე სეტიდან არის, იგივე ამას აღარ გავხსნი. სხვაობას ვერ ვხედავ. მე ვეცდებოდი რომ ისე ფერები შემომეტანა და უფრო აქცენტები დამისვეს სწორად ფერებით. იცი რა, მე რა დავინახე, სანდრი, რაღაცა უფრო აი მინიმალისტურისკენ მიდის რა. მარტივისკენ, რაც მოდას ძალიან უხდება. და მოდის სფეროსთან ძალიან დიდი შეხება მქონდა წელიწადნახევარი სადღაც, თუ 2 წელი. ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სამოდელო სააგენტოებთან და ბრენდებთან მუშაობდი. და ყველა ითხოვს, რომ იყოს რაღაცა ლაქშერი რა. და აი მაგას თუ შენ მიაღწევ და თუ ზოგადად ეს სფერო გაინტერესებს, ძალიან მაგარი სფერო არის რა. ზოგადად მარტო e-commerce რო აკეთებ და მარტო მოდას რო ეხებ. და მარტო ლაქშერი ბრენდებისთვის რო აკეთებ დიზაინს, ძალიან მაგარი. მაგრამ უყურე რა ხდება. თუ შენ დაამუღამებ იმას, რომ აი ეს ცოტა ლაქშერი, ცოტა ტრენდული UI, ცოტა რაღაცა შედარებით სხვა სტილიდან გამოტანილი რაღაც, მაგას ერთმანეთში თუ ესე ვთქვათ შეაერთებ, გამოვა უფრო უკეთესი რა. და აი პატარა ნაწილებში ჩაუღრმავდი ხოლმე რაღაცებს და ანუ ეს ეხლა კი კაია რომ მარტივი, მაგრამ ზედმეტად მარტივია, ანუ არ ზედმეტად მარტივი არ არის კაი რა. სადღაც ბალანსი უნდა იყოს, რომ აი სადღაც შუაში იყოს ეს ყველაფერი. სტილი მომწონს და აი შენი ხედვა მომეწონა რა, ესე ვთქვათ. არ არის ცუდი და ოღონდ რაც თავარია როგორ განავითარებ ამ ყველაფერს, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეც მაინტერესებს რა თქმა უნდა. შენ რა სიტყვის ანდრი საბოლოოდ შეჯამების თემაში? შვენიერი არის ყველაფერი და ესეც ქართული საიტები რომ ენახა, საკმაოდ მოიხიბლებოდი იმ საიტით, იმიტომ რომ ანუ საკმაოდ ნორმალურია რა და გააგრძელე მიყევი. რა. წარმატებები მირანდეს განვითარებაში. ჩვენს თუ რამეში ნებისმიერ თქვენგან საჭირდებით, შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოგეხმაროთ. აჰა. მოვედით ამაზე. მოკლედ ამ ნამუშევარს გადავხედე, არ ვიცი ვიყურებ თუ არა და ყველაზე ცუდი ის არის რომ თვითონ პროცესი ვერ გავიგე რა იყო, როგორი იყო. ლოგოები არის მარტო მოკაპზე დასმული და ძალიან ცუდი არის, ანუ კლიენტი რო იყო, ოკეი, კლიენტს ეს უნდა გაუგზავნო, მაგრამ რივიუსთვის როცა აგზავნი, ესე ვთქვათ, ჩვენთვის ეს არ არის რა, ანუ ამით ჩვენს გულებს ვერ მოიგებ და ამით ვერაფერს ვერ მოგვატყუებ, ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ისევ ყველაფერს ხედავთ, ანუ აქ შევაფასებ მოკაპს ახლა მე და შენ ლოგოს ვერ შევაფასებ, ეგ არის ცუდი. და მეორე რაც ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, ძალიან ცუდი რაღაც არის, ეს არის რომ რაღაცა ლოგოს რო ვაკეთებ, ოკეი, არ იყოს კომპანიისთვის და არ იყოს ოფიციალური და არ იყოს შეკვეთა, ხო? შენთვის შენ პონჩი აკეთებ. ეს sample company რა არის, აუბედურება, საიდან მოიტანე, რატო, რამე სახელი არ შეგეძლო მოგეფიქრებინა кейზე, რავი. შეგეძლო რაღაცა დაგერქვა, რავი. იდეაში ცუდი არ არის, ანუ, რავი, საკმაოდ ნორმალური ლოგო. ნორმალურია, კი, მაგრამ აი ეს აფუჭებ ყველაფერს, აი sample. აშუაში, რატო, ანუ Shutterstock-ი ხო არა ხარ და ანალოგიურად ეგ ხო ერთგან რო ყოფილიყო, ოკეი, მაგრამ ეს რაღა არის. რა company name? ანუ ეს ახლა რა მგონია, იცი რომ შენი გაკეთებული არ არის და აი ეს Shutterstock-იდან გაგაღებული. განებრალოდ არიცოდა, რა დაეწერა მან და ალბათ არა, ეგრე არ ხდება ლოგოს გაკეთება, არიცოდა და არა, გულისხმობა სხვაგან ნახა მოკაპი და იმის მიხედვით დააწერა. უნდა და ალბათ რომ მოკაპის დონეზე ჩვენებინას ხვის. არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განზრახ ისე რომ აი ასე გააკეთეს თელი დარჩენილი დიზაინ კარიერა არ იქნება, მგონი, ანუ შენიშნოს გაითვალისწინებს, რომ ნამდვილად company name-ი არ უნდა დააწეროს. ნუ რა შეეხება მაგას კაცო მეც და ანუ მე რატო ვიტყვი ახლა Shutterstock-ი? company names რო უყურებ რაღაცაზე, ლოგოზე. ეგ მაგდროს მეუფლება კაკრას ეგ ისა რა ქვია ასოციაცია და Shutterstock-ზე ვარ შესული, იმიტომ რომ იქ არის ეგრე რაღაცა ლოგო დასერჩე Shutterstock-ზე და აწერია company name, your company, your slogan here. რაღაცა ეგეთი, ხო ხდებით ან? ხო და ეგ არ უნდა გააკეთო რა, ანუ ეგ არის ცუდ და ამას კლიენტიც მოგიწევს შეულებრივ. ანუ რაღაც OCD მიჩნდება, რომ აი რჩევა ეგ რო თავსვა რაღაცა რა. რაღაცა sample name-ი სხვა უბრალოდ და ლორე მიფსუმი ვთქვათ.
ეგეც კიდე ლაითია, მაგრამ არა company-ი რა. ხო, company. ხო, ანკლეთ ეგ სრულიად გააკეთა ყველაფერი. საკმაოდ გამომშვენია ეს მანქანაც. რა. ანუ უფრო რეალობთან ახლოს მიდი და ეგ არის რა. ანუ სკილები გააქვს ჩემი აზრით. просто რეალური კონტენტი გააკეთე და ვითომ რეალური პროექტი არ არის პრობლემა. რეალურად პორტფოლიოსთვის გინდა. ხო და დააწერი რამე სახელი მოიფიქრე რაღაცა auto import company და რაღაცა მოიფიქრე, თუმცა არა ეს სტოკური სახელი რა. და იდეაში როცა PDF-ით ესე აგზავნი, PDF-ს ანუ აი თქვათ გვერდების დანომრა ხო გინახავს როგორც არის სულ ერთ ადგილზე რომ დევს და დევს რა. აი PDF-ს აი იმას ნუღად. ამას რო უყურებ Meetops graphics რო დააკვირდე, როგორც აწერია რა watermark-ის პონჩი აწერია თუ როგორც აწერია, მოკლედ ანუ ყველა არის სხვადასხვა ადგილზე. და ანუ იდეაში საერთოდ არ ჭირდება რა. ჩემი აზრით. კი ბატონო. ოკეი. ერთ ადგილზე რო იყოს. რავი. კიდე ესე იგი დაიცა მე ვიმთხოვა აქ. ხო, კოკა. ესე იგი, Behance თუ Dribbble, სანდრიკ, საით შეუტიოთ? ორივე მეტიუდას მგონი. ნუ ჩვენი ბოლო ის არის და მოდი ბოლო გავწუროთ. ბოლოს წინა ერგემ, იმიტომ რომ ერთი ლინკი ხო, გამახსენდა, ხო, კი ბატონო. დაიცა. მე მაპატიეთ. ჩვენი ვებგვერდიანი გრაფიკული დიზაინერი. Yes. ანდრი ეს ძალიან უნდა გავწუო. ძალიან ბოროტი უნდა ვიყურებთ. ძალიან ბოროტი უნდა ვიყო აქ მე ხა. ანუ მართლა ძალიან ბოროტი ვარ და ვიჩვენ. მილიონი გახსოვს საიტი რა იყო? ხო, ანუ რა ვებგვერდი აი რატო გაქვს საიტი მითხარი ერთი. ანუ გააკეთე Dribbble, გააკეთე Behance. ერთი 10 წლის მერე რომ მიხვალ იმ დონემდე რომ შენი საიტი უნდა კონდეს. პორტფოლიო საიტი, მერე გააკეთე შენი საიტი. არც მე, არც სანდროს ჩვენი ვებგვერდები არ გვაქვს, იმიტომ რომ ვერ ვარ ჯერ, არ ვართ ეგეთი მაგარი ტიპებიც რომ თავს მივცეთ იმის უფლება რომ ჩვენ საიტები გავიკეთოთ და პორტფოლიოები გავიკეთოთ. რაღაც დონეზე თუ არ ახვალ, მანამდე ეს საიტები, ანუ რატო აკეთე? ანუ ძალიან გოიმობა არის. მაგარი საიტი არის განაცხადი, რომ აი ეს ტიპი ვარ დამინახეთ და ჩემი შესაძლებლობები ესეთია და ამისი შესაძლებლობა მაქვს რომ გავაკეთო რა. ანუ წეხან ხო ვნახულობდით არისტი ბეონისტი, ძალიან კაი დეველოპერი. ან ტიპს აქ მარტო აი როგორ გითხრა ეხლა. 10 ამხელა ტექსტი უწერია ჯილდოების, რაც აღწერი აი ძალიან ბევრი ტექსტი. სულ ჯილდოებია ტიპს. და იმას უნდა ქონდეს საიტი, იმიტომ მთელი მსოფლიო იცნობს იმას. ხო და ანუ იმიტომ კი არა რომ რაღაცა ეხა კი არავის არ უშლი გააკეთეთ, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ რავი რა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია უბრალოდ. შენ ვებგვერდი გაქვს და ისა ქვია. და ამუშევრები კიდე, რავი, ხა ამას ანუ აქ რა უნდა შევაფასო, ეგ მითხარი, ანუ აქედან შენი რა არის ეს მიასვი და Q გააკეთე, მწვანე ფონტი ამოაბრუნე, ანუ ფერები არის სხვა. ხო, ანუ აქ შედარებით ნამუშევარია, მაგრამ ეს დათრეისებულია, მეც ვიცი, ილუსტრატორში როგორ დავათრეისო ვაჟობშაველას სურათი. ფონზე აქ მე მგონი ნამუშევარი. ბიჭებო, გიყურებთ და ისა რა ქვია, გულში დამჭერითო. მაგრამ საჭიროა რომ მე უნდა მოვხოდოთ ეს კაციც, კაცო, ეგრე კი არა. ცუდად ან ნურაფერს ნუ გაიგებ, просто რაღაცეები მაღიზიანებს და ბრაზდები ხოლმე ხშირად. რა და მირჩევნია რაღაცა მოკიბულის გარეშე პირდაპირ გითხრათ. ამიტომ ჩემი აზრით ეგ კარგია. ვიდრე რაღაცა გითხრა, არა, მაგარია ეს. უძლიერესი ნამუშევარია და საღოლ, ანუ ეს რო გითხრა, ხო, ჩათვალე ვეღარ განვითარდები. საბამისად გემუნები მაგითო შედარებით ისე რაღაცა. ან როლს ვირგებ რა, ეგრე ვიყავ შეთანხმო შოუ ხო უნდა დავდგათ და Digital sommelier.
ეს კარგია. კლეოპატრა მევასება მაგრამ. ანუ ეს შედარებით ნორმალურია, ბიჭო. რაღაცა გამოვიდა მაინც. კაია, ოკეი. აი რა. იდეაში ყველაფერი არ დატო რა, ანუ ეგ მეც ვიცი გამომივლია, რომ დრიბლის ჯგუფში შემოდიოდი რა, ვკითხულობდი, რომ ორი განხრით ვდებ მეთქი დიზაინს, თქო რა, ერთი არის გრაფიკული დიზაინი, მეორე ვებ დიზაინი მეთქი და რომელიც ასეთ მეთქი. ამაზე ბევრად მეტი ბოდიში და ყლეობა გამიკეთებია. საიტი, თუ რაღაცა დიზაინი, ყველაფერი გამიგებება. დღეში რო 200 საიტს ვაკეთებ. რაღაცა სიგორო. ოკეი, ვიცი, მაგრამ დღეს სხვა დროა, სხვა რესურსი არსებობს. ის რესურსები დაიქრე, მაგრამ გეიმინგი გევასება ესე იგი შენ. აია გეიმინგი რო გევასება და გეიმინგის თემაში განვითარდი. არ გინდა ეს რაღაცა კლეოპატრა და ახალი ერა და ესენ ლოტუსი, რა ვიცი. თან იდეაში ხო, იმას გაყევი ბოლომდე რა. თვალში რაც მომხვდა იყო, ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ჰოუმზე რო გადახვიდე უწერია, რომ გრაფიკ დიზაინერი ვარო და ვიდეო ედიტორი რა. და რაღაცნაირად ანუ ერთ რაღაცას რომ მიაწვე ერთი საიტით ბევრად კაი იქნებოდა რა, იმიტომ რომ ანუ ვიდეო საერთოდ ვერ ვნახე აქ და просто რაღაც ცრუ მოლოდინს მიქმნის რა. ოსო ვიდეო შეიძლება ვნახო. ელება უდეს, ნუ ოკეი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ერთს გაყევი რა და როგორც ეხა მე უყურებ ძალიან ბევრი გერბი აქვს დადებული და თან გეიმინგი და გეიმინგი გერბი, სპორტი გერბი, ხო ხდებიან რა თემაც არის. აჰა, მაგ ძალიან მაგარი პროფესია არის გერბები ზოგადად ძალიან საინტერესოა. კონკრეტული ერთი პატარა ნიშანი ნიშა შეიქმნი და არა ყველაფერს ნუ მოედები საერთოდ, იმიტომ რომ ჩათვალე ყველაფერს რომ მოედები SEO-ს თუ ავიღებ, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებ, SEO-ს თუ ავიღებ, რაც უფრო მეტ ნიშას ედები, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვს მოხვდე იმ კონკრეტულ ნიშაზე. ზედა პოზიციებზე ეს. ეგეთი რამე დაწერა ბატონო გიორგი, რომ ეგ რაც გაკეთებულია, უფასოდ ნაჩუქარია კოვიდის დროს მცირე ბიზნესებისთვის დასახმარებლადო. ეს რამე გააწერა. ოკეი. ბიჭო, ხელმოქმედებას მეც ვეწევი. ალბათ ანდრიკაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა გეპატიება რა თუ აკეთებ, ანუ მე უფასოდაც დამიხატია, გამიკეთებია ინტერფეის დიზაინი, მაგრამ ძალიან კაი იყო რა. ანუ იდეა შეიძლება იმას ამბობს, რომ მაგიტო არის ეგეთი, ანუ ყველაფერი მაგიტო დევს, რომ მაშინ სულ კლიენტებს დავაბრალოთ, რომ ცუდი გამოვიდა. ხო, ანუ ეგ არ ვთქვამს, რომ ცუდად, ანუ მაქსიმალურად მოინდომა ხა დარწმუნებული ვარ, რომ აკეთებ და მან უხარისხოს ის არ უნდოდა, რომ ანუ გულისხმობ უნდა რომ კაი გამოსულიყო. შესაბამისად, უბრალოდ ის აღნიშნა, რომ ამის გამო დავდებიან შეკვეთები არ ყოფილა, უბრალოდ დავეხმარეო და ეს ქონდა მასალა. ახლა რომ ვისწავლიო, ალბათ გაითვალისწინებ თქვენს რჩევებს და იგივენაირად გააკეთოს. ანუ რა არის, საბოლოო შეფასება და ბოლო აპლიკანტი დაგვრჩა. მე რასაც ურჩევდი მართლა მთელი სული და გული, აი როგორც ჩემს სანდრიკას ურჩია თავის დროზე და დღეს სადაც არის გიხედავთ. იგივეს გიჩევ შენს რომ რაღაცა შენი იპოვე, შენი საყვარელი არეა ესე ვთქვა. და შენი კომფორტული არეა იპოვე, სადაც იქნები, სადაც ესე ვთქვა, გააკეთებ იმას, რაც შენ უფრო მეტად მოგწონს. ნუ მიედმოედები რაღაც 1000 რაღაცეებს, ერთ კონკრეტულ რაღაცას მიყევი, ერთ კონკრეტულ რაღაცაში განვითარდი და ამ ერთ კონკრეტულ რაღაცაში რომ განვითარდები, მერე გამოგიჩნდება იმის საშუალება დროც რომ შენ კიდე ახალ-ახალი სკილები აკრიბო. ერთიანად როცა ცდილობ შენ სკილების აკრებას, ეგრე არ გამოდის არასდროს რა. ერთი კონკრეტული რაღაცის სკილები მოკრიბე, დაამგელე იმენა ძალიან მაგრა რო აკეთებდე უკვე რა, აი თვალსო დახუჭებ და აკეთებ ეგრე რა და მერე გადადი უკვე ეგეთ თემებზე რა. შედარებით სხვადასხვა რაღაცეებზე, რაც მერე შენ მუღამებს ჩაჯდება. სანდრიკას რო უყურებ, სანდრიკა ინტერფეის დიზაინერიც არის, UX დიზაინერიც არის, გრაფიკული დიზაინი შეუძლია და ამავდროულად მუსიკას წერს. რავი, იმიტომ მუსიკა უყვარს, მოწონს. ანუ გამონახა დრო, იმისთვის რომ ესწავლა ინტერფეისი და შემდგომ გამონახა დრო, რომ კიდე უფრო მუსიკა ესწავლა და უფრო კაი რაღაცები ეკეთებინა. ეგეთი რამე დაწერა 18 წლის ვარ და ჯერჯერობით აღმოჩენის პერიოდში ვარო და ალბათ აღმოჩენს იმას ისი გაკეთებაც უნდა. წინ გაქვს ბევრი რაღაც. ვენიერ 18-ის რო ვიყავი, მეც რაღაცა ისე ვიყავი ხან გაბნეული ხან არა, მაგრამ მესმის ეგ.
ხო, იდეაში რავი. საკმაოდ, ანუ იდეაში რაც არ მომეწონა ერთადერთი იყო, რომ ძალიან დიდი გრადაცია იყო ერთი კარგიდან მეორე ცუდამდე ვთქვათ რა და შენი მთავარ მოვალეობა ანუ მუსიკაშიც და დიზაინშიც არის რომ სწორი სელექცია გააკეთო რა და სწორად მიაწოდო სწორ დროს ტიპს თუ ან დრიბლზე უფრო შემიძლია თქვა ეგ რა ვთქვათ რომ ვაწვევი რაღაც ფინტექ აპლიკაციას უცბად 4 შოტს იგივეს დავდებ და რაღაცა ამოვწურავ იმ თევას და ვიტყვი რა ჩემსას ხო და აქაც ერთ ნიშა არის შეიძლება ერთ გამომგითხრა იმას მიაწექი და походу ის რა ქვია დრიბლზე გადადი ან რამე პლატფორმაზე, რაზეც ყოველდღიურად აი სულ თვალში გაგიჯდება სხვის ნამუშევრები და ეხა რა ხდება და რა უნდა გავაკეთო რა. ეგ იქნება ჩემგან. ოკეი, წავედით ბოლოზე. მოკლედ წარმატებები. ეხა ჩვენ დავქშა კოკა პაპასკუა, რომელმაც მე მომწერა Facebook-ზე და შემიფასეო და არის ის რომ აქ reviews ვაკეთებ თან და ან ბოლომდე ჩავგდო თქვენ. ჩემი აზრით. ჰა? გაუხარდება ჩემი აზრით ორი ადამიანი რომ რავი, უნდა და ხო და აგერ სანტრიკაც დავამატე და აგერ ხალხია კიდე და. სხვა შორის აღმოჩენა არის მაინც, იმიტომ რომ ძალიან კატასტროფული რაღაცები არ უდევს, პირიქით, კარგი რაღაცები უდევს. ხო, იდეაში ბოლოს ნახულობდი მეც და რავი, საკმაოდ sleek. ამას ვერ ვაპატიებ, წეხანაც გითხარი სანდრიკ და გური შენს გითხარი, ამას ვერ ვაპატიებ. ეგ საქმელი აპატიებ, პროსტა. მიხვდები რატომაც და ანუ რებაუნდი არსებობს Facebook-ზე რა გაიყიდო დრიბლზე და რებაუნდი უნდა გაგეკეთებინა ამის ორიგინალ პატრონთან. სო მეც აღარც აღარ ვთქვი. ანუ ამას იმ კაცს კი შეუფასე თავის დროზე ვიცნობ ნორმალურად საკმაოდ. ამას რა შეეხება? აი, ანიმაცია, შალიშო შეიძლება ნორმალური ანიმაცია არის ახლა. ჩემი აზრით, ავთერში აწყობილი. ნიკოლას ხმარა გაუთიშო შეგიძლია Facebook-ს, იმიტომ რომ ხმა იცის. გავაძრობ სახეს ნებარებს. ანუ, კარგი არის, ანიმაცია ნორმალურია, უბრალოდ ანიმაციაში ხა რასაც მოგცემთ შევას. ცოტა მეტი იზინგი რომ რაღაცა ესე წამოვიდეს რა, რაღაცას იზინგში რა ვგულისხმობ, ნელა იწებ, შუაში აჩქარებ, ნელა ამთავრებ. სადღაც ესეთი სტრუქტურა რომ მოგიხაზო რა. UI ნორმალურია, ბევრს ძალიან პატარა სკრინები გიდევს და ვერ ხვდები მაინც რა, ანუ ზომებს ვერ აღვიქვამ, ამიტომ ხურავ, სამდიქ, რავი, ანიმაციაზე თუ არაფერი კომენტარი გაქვს, UI-ს ვერ შეაფასებ. ხო, იდეაში ერთ-ერთი ეს სტილი საერთოდ შეიძლება მოიხსნა და საკმაოდ აი გაგავ. იდეაში ანუ არ არის ცუდი ზოგადად მიგნება, მაგრამ ესე პირდაპირ 1 გრადუსზე რო ადებ 0 გრადუსზე და ეგრე ყველგან იშლება, ცოტა ნიტო არის რა. ანუ ამ ქვემოდან უნდა კონდეს ან მარცხნიდან ან მარჯვნიდან, ზემოდან არ მინახავს. და უფრო იმაზე წავიდოდი რა, ღია ტონებზე რაც არ გამომდის მე მგონი, მაგრამ სულ ანიმაციაა. ბიჭო, მე მგონი არ არის ცუდი ბიჭი ეს. ეს გადავხედე სხვებს და რავი. თან Unsplash-იც იცის რა არის? აღნიშნოთ. კი ბატონო. ეს გოგო ჩემი შეყვარებული Unsplash-დან. ესენი არა, აი წითელი მაისურიანი, კი, ძალიან მომწონს. ანუ UI ნორმალურია, просто აისბურგერი სამთიქ დაამოღამე. ხო, იდეაში რა არის? რამდენი წერტილია თუ დათვლი, აბა? იმას გავს რო იყო ადრეს ბარსელონას თამაშზე რომ გაითიშა. რაღაც ჩახურ ვერ მივხვდი, იმიტომ ბურგერი აქ და ის აქ სავარაუდოდ რაღაც სექციები ჩახუროს ან ვერ მივხვდი. მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალური ეხა ძალიან დიდზე გავადიდე რომ შედარებით რეალურად აღვიქვათ რა და ბიჭო მე მომწონს რომ აი ლეიაუთით თამაშობს რა, რაღაცებს ცდილობს რომ სურათზე მეორე სურათი რაღაცნაირად გადაადოს, იქ რაღაცა ცოტა სხვანაირად დააგდოს აიკონები და რაღაცები გადამთვლელი თუნდაც აქ კუთხეში როა, მაგრამ და ის აქ next-ი უწერია და აქ კიდე next-ი არის, არ ვიცი რომ სად მე არ დაიგექტებს. აქ presentation-ი არის და ესეთი წერება და აქ ისა რა ვთქვი, ხო, რაღაც ცოტა გაუგებრობა აქვს, მაგრამ ნუ
ცუდი არ არის და მიმართულებით რომ მიდის საიტი რა, საინტერესო არის. აი ესე რომ მოძრავ რაღაც ესე. ეგ მას რომ კონცერტი მე განახი. ნახებ რა გავაკეთე ჯერ მაგ იდეებს ძალიან კაი რაღაც. და აპლანას იზამა. პირველი შოთი ნახე, ეგეც ძალიან მომეწონა, ოღონდ ერთ მომენტში ფერი იყო ჩასხმული ძალიან შეუსაბამო და აი აქ ეხა ნახე. ეს აქ სად ეს მე მგონი რაღაც ანიმაში ან რაღაცაშია გაკეთებული მაუს კურსორი მაგიტოჩას. ბიჭო ეს ყველაზე კაი არის ბაზარი არა. ხო ან თან კარგად მოძრაობს რაღაც იმას ჩანკი როგორ ვიტყვი. არა აი ცოტა იზინგი აკაცონა. შეფონებისას ძალიან მომწონს რა. იზინგი რა აი რაღაცა ესე წავიდეს რა. მე ვაკეთებ ესეც ეხა ანუ просто არ მყოფნის სკილები და სკილები არ ზარმაცი ხარ შენ. შენ გაგასწავლა. მოკლედ რა წარმატებები და აი ძირითადად დაუკვირდი როგორ რაღაცეებს იცი რომ აი ზომები უფრო დეტალურად ჩადი რაღაცეებში ლოგიკურად გააკეთე რაღაცეები ანუ ლოგიკას ამოვარდნილი რაღაცეები არ გინდა იმის გამო რომ რაღაცეები შეავსო არ გინდა რაღაც ელემენტების დამატება და კიდე უფრო ინტერფეისის გადატვირთვა და ანუ ის სისუფთავ ეხა რაც ასე თუ ისე გააქვს შენ მიღებული ხო ეგ შეინარჩუნე და კიდე უფრო მაქსიმალურად გაამართლე სულ მეტი არაფერი ჩემი შვენიერი ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ამ შეფასებებისთვის მგონი რომ ძალიან კარგი რჩევები გამოვიდა საბოლოო ჯამში ყველამ რომ გაითვალისწინოთ ცოტა თუ გინდათ თლედ არ გაითვალისწინოთ ნაწილ-ნაწილ გაითვალისწინეთ და შეხედეთ რა ეტაპობრივად რა გაუმჯობესეთ ამ რჩევამ რა მოგცათ ამის მიხედვით თქვენ მიხვდებით რომ რამდენად რეალურად მიიღებთ ამ რჩევებს და რამდენად გამოგადგათ ამ რეალურ პრაქტიკაში მე ამით მოკლედ პორტფოლიო რევიუს დავასრულებ ოღონდ სანამ დავასრულებ მოდი ერთად ვიტყვი ეს იყო ბოლო ეპიზოდი რა ვინც ეხა შემოგვერთით ან პორტფოლიო რევიუები დროებით დაპაუზდა ან მოთხოვნიდან გამომდინარე თუ იქნება მოთხოვნა და ანუ მოგინდებათ კიდე რომ შევაფასებინოთ სხვადასხვა პროფესიონალებს ან დიზაინერებს ამ მიმართულებით რავი მოიწერეთ ან დააკომენტარეთ ან თქვით რომ რავი გავაკეთოთ კიდე უბრალოდ 4 ეპიზოდი სულაც საკმარისია იმისთვის რაც ეხა გვაქვს ანუ ფონი გვაქვს მცირე ბაზარია, ანუ სადღაც 2000-3000 მემბერია ჯამში ამ თემის ირგვლივ. შესაბამისად ეს 4 ამ 4 ეპიზოდად ძალიან ამოწურა ეს თემა. გრაფიკული მიმართულებით და ანუ ილუსტრაციის მიმართულებით არ ვაპირებთ ამ პორტფოლიოს ეპიზოდების გადაყვას, იმიტომ რომ თვითონ საინიციატივო ჯგუფი, ანუ ვინც ეს დაორგანიზდა და აგერ ბიჭებიც არიან ციფრული პროდუქტის დიზაინის მიმართულებით, შესაბამისად სადაც გვეთქმის რაღაცა და სადაც შეგვიძლია რომ შევაფასოთ, მაგ მიმართულებით ვაფასებთ და დიზაინ კასტის როგორც ასეთი დიზაინის ყველა მიმართულებას მოიცავს და გესაუბროთ გეგმავთ რომ mentorship-ები დავამატოთ და შეგიძლიათ თქვენ ნებისმიერ თქვენგანს თქვენი მიმართულება გააკეთოთ, ანუ დაორგანიზოთ. უბრალოდ ამ წამს ეს რაღაც პორტფოლიო რევიუ 4 ეპიზოდისგან შედგა და ეს 4 ეპიზოდი როგორც Facebook-ზე, ასევე გვაქვს YouTube-ზე და შეგიძლიათ მაღალი ხარისხით უყუროთ YouTube-ზე და ეს კონკრეტული რჩევები და კონკრეტული მონაკვეთები გადაახვიოთ. ეხლა იცით რომ YouTube-ს დაემატა ახალი ფუნქცია, რომ შეგიძლიათ ეს მონაკვეთება და სექციებად განიხილოთ ეს კონკრეტული მონაკვეთები და შესაბამისად თქვენ მონაკვეთებს უყუროთ მარტო. YouTube-ის ლინკი აუცილებლად დაიდება და წინ გვაქვს ძალიან მაგარი პროექტები, რომლებსაც ეტაპობრივად მოგიყვებით, უკვე დაგეგმილია, რაღაც ნაწილი გაკეთებული არის და გვადევნეთ. გამოიწერეთ დიზაინ კასტი. YouTube-ზე, Facebook-სა და ყველგან.